პირველი მარცხი, კატასტროფული მინდვრის საფარი, უკმაყოფილო სანიორი და რას ამბობენ უკრაინელი და ქართველი ფეხბურთელები თამაშის შემდეგ. ამ და სხვა სიახლეებისთვის უყურე ვიდეოს ბოლომდე. პირველი მარცხი ერთა ლიგის მიმდინარე სეზონში. სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრები პოზნანში უხერხულნე ტოქესთან, უკრაინასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს უკრაინა ჯერ არასდროს დაუმარცხებია. ბოლო დაძაბული შეხვედრა კი, რომელიც არც თუ ისე ბევრი საგოლე მომენტით გამოირჩეოდა, უკრაინამ 1-0 მოიგო. შეხვედრა საგოლე მომენტებით ნაკლებად სანახაობრივი იყო, თუმცა საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და მინიმუმ 1 ქულის მოპოვება შეიძლებოდა, მაგრამ საერთო ჯამში დაშვებული შეცდომების სიმრავლის გამო ეს ვერ მოხერხდა. ამ შეცდომების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მინდვრის საფარი იყო. ყველასთვის თვალსაჩინო იყო, რომ ფეხბურთელები ბურთს ვერ ამუშავებდნენ და სწორი თამაში უჭირდათ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბალახის ცუდი მდგომარეობის გამო შეხვედრის წინ ვარჯიში მთავარ არენაზე არც უკრაინას გაუმართავს და არც საქართველოს, რაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ შეხვედრის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე კიტეიშვილმა მცირე ტრავმა მიიღო. სანიოლს კი შესვლები აღარ ჰქონდა. რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ კიტეიშვილმა ნაკრები 10 კაცით არ დატოვა, გაიჭირვა და თამაში მწვავე ტკივილის ფონზე დაამთავრა. მარცხის მიზეზებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთეს ორივე გუნდის მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა. მათ მოსმენამდე არ დაგეზაროს, დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე აქ. Our first 30 minutes. საწყისი 30 წუთი ნამდვილი კატასტროფა იყო. აგრესიულობა და ინტენსივობა გვაკლდა. უკრაინა კი გაცილებით კონცენტრირებული იყო. საერთო ჯამში ჩვენ უფრო მეტი შანსი და შესაძლებლობა ჰქონდა და იმედგაცრუება მაინც არსებობს. თუმცა, როდესაც შეხვედრას ისე იწყებ, როგორც ჩვენ დავიწყეთ, წაგება მოულოდნელი ნამდვილად არ უნდა იყოს. ეს შეიძლება კარგიცაა იმისთვის, რომ ფეხბურთელები გამოვფხიზლდნენ. წარმატებული 8-10 თვის შემდეგ ალბათ მცირე მოდუნებაც იყო. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ იოლი თამაშები არ არსებობს და თუ კი წარმატების მიღწევა გსურს, ყველა შეხვედრა ისე უნდა ჩაატარო, თითქოს ის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ზოგჯერ სირთულეებს უნდა შეეჯახო, რომ უკეთესი გახდე. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრის 2/3 ბურთი ჩვენ გქონდა და უკეთესები ვიყავით და გოლის გაშვების მერე კარგი რეაგირებაც მოვახდინეთ. თუ გახსოვთ, ჩეხეთთან შეხვედრის საწყისი 15-20 წუთიც კარგი არ გქონია და დასაფიქრებელია რა არის მიზეზი, რომ თამაშის სტარტზე გვიჭერს. დღეს მხოლოდ გოლის მერე გამოვფხიზლდით. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. ჩვენ არ ვართ გერმანია, ესპანეთი ან სხვა ტოპ ნაკრებები, რომლებსაც მაღალი კლასის ფეხბურთელების დიდი არჩევანი აქვთ. ყველაფერს, რასაც ბოლო პერიოდში მივახციეთ, გუნდური სულისა და თავდადების ხარჯზე იყო. შესაძლოა საწყის 30 წუთში ამის ნიშნები ნაკლებად იყო. რიგში უკეთესად მოვითამაშოთ ჩემი აზრით, მაგრამ დღესაც იყო ფეხბურთი არ იყო, იმიტომ რომ მოედანმა არ მოხდა იმის საშუალება, რომ ვეთამაშა საშინელ მდგომარეობაში იყო და თითქმის შეუძლებელია ამ ინდოზე ფეხბურთის თამაში. მანდაც ჩემი აზრით მინდვრის ბრალი იყო, უბრალოდ ვერ გადავხდი, სრიალებდა იქ მიწა იყო ჩვეულებრივი, ქვიშა იყო და სრიალებდა ფეხი და ვერ გადავხდი უბრალოდ, თორემ შეიძლება არ ვფიქრობ, რომ კონცენტრაციის პრობლემა გქონდა, ყველა მონდომებული ვიყავით, უბრალოდ არ გამოგვივიდა ის თამაში, რასაც აქამდე ჩვენ ნებდით. იყო და მნიშვნელოვანი იყო გულშემატკივრის მხარდაჭერა, მაგათ შეიძლება ისინი და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ, თბილისში ცდილობდებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ ალბათ მედიამს. მოვდივართ ისეთ სერიიდან, სადაც თითქმის სულ გამარჯვებები იყო და გუნდისთვის მნიშვნელოვანია როგორ დაბრუნდები წაგებული თამაშის შემდეგ. ჩემი აზრით უნდა შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა, რაც გვაქვს თითოეულ ფეხბურთელს და ასე უნდა შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა, რაც გვაქვს ხალხს და ფეხბურთელებს ერთად და ერთად გავაგზავნოთ იმ ბიზნისკენ სულა, რაც გვაქვს თითოეულ ქართველს. ერთმა მომენტმა გადაწყვიტა, იგივე ბევრად უკეთესი მომენტები ჰქონდა ჩვენ შესაძლებელი, სამწუხაროდ დღეს არ გამოგვივიდა, მაგრამ ჩვენ რაღაც გზა გვინდა რომ გავიაროთ ისეთი, რომელიც არის რა თქმა უნდა მარცხიც იქნებოდა ნაწილი ამ ყველაფრის, ამიტომ დღეს დავმარცხდით, მძიმე პირობებში მოგვიწია თამაში და ორივე გუნდისთვის მძიმე პირობები იყო, ამიტომ სათამაშო ხარისხით მაღალი დონე არ იყო, ძალიან ბევრი ვეცადეთ. სამწუხაროდ იმ დონეზე, რა დონეზეც ვითამაშეთ ის წინა ორი თამაში, მაგ დონეზე თამაში რთული იყო ამ პირობებში. რა თქმა უნდა, ის მიზეზი არ არის, რომ ესე აქ დავდგე და გავიმართო თავი, მაგრამ ხო, ნაწილია. ფეხბურთი ესეთი მარცხები აუცილებლად სადმე დავმარცხდებოდით. ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ, რაც არის ძალიან კარგი, 2 დღეში თუ 3 დღეში კიდე თამაში გვაქვს, ამიტომ აუცილებლად მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და დარწმუნებული ვარ, რომ
ძალიან ისე გავაანალიზებთ ამ თამაშს, რომ შემდეგ თამაშს უკეთესად ვითამაშებთ, მით უმეტეს სახში ვთამაშობთ, ამიტომ რა თქმა უნდა განვიცით, მაგრამ ამით არაფერი არ დასრულებულა, პირიქით ეს არის ჩვენი გზის ნაწილი. მძიმე თამაში გამოდგა, ვიტყოდი რომ პირველი 20-25 წუთი ისეთ თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორც ბოლო პერიოდში და ამის გამო დავისაჯეთ კიდევაც გოლის მერე გამოვასწორეთ. იყო მომენტები, როცა ვდომინირებდით განსაკუთრებით პირველ ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის გარკვეულ ფაზებში. მთლიანობაში არ შეიძლება ითქვას, ალბათ ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ის შედეგი ვერ ვაჩვენეთ და ის თამაშიც ალბათ ბოლომდე ვერ ვაჩვენეთ, რის სურვილიც ჰქონდა. აუცილებლად გავაანალიზებთ შეცდომებს და იმედი გვაქვს, რომ შემდეგი თამაშისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით. და უკვე 3 დღეში გვაქვს თამაში ძალიან მალე და ვაჩვენებთ, რომ ბევრად უკეთესად შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. და დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც ჩვენ საგულშემატკივროდ თამაშის განმავლობაში გულშემატკივრობდნენ და სამწუხაროა რომ ის შედეგს ვერ მივაღწევთ, რომელიც ყველას გვინდოდა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამას გამოვასწორებთ შემდეგ თამაში უკვე თბილისში 3 დღეში. ძალიან ცუდი საფარი იყო. ბიჭებმა თქვეს, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი მოედანი, რაც ოდეს მე უნახავთ. თუმცა მათ ხასიათი გამოავლინეს და 3 ქულა მოიპოვეს. 2-3 კვირის წინ არსებობდა შეკითხვა, თუ სად უნდა გვეთამაშა, მაგრამ მაშინ ამ სტადიონის არჩევა სწორი იყო, რადგან მოედნის საფარი ასეთ მდგომარეობაში არ იყო. მე ყოველთვის კონცენტრირებული ვარ მატჩზე, ჩემს ფეხბურთელებზე და იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია. ყველამ ნახეთ, როგორი სოლიდური შეხვედრა ჰქონდა. ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს და გაიმარჯვეს. ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ. როგორც ვცდილობდით კვარა შეჩერებას, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ კვარაცხელია არ ყავს. მათ ძალიან სწრაფი და ტექნიკური შემტევები ჰყავთ. ამიტომ გვინდოდა რომ მათ ჩვენი კარიდან რაც შეიძლება შორს მიეყოთ ბურთი და ეს გამოგვივიდა. როგორც მეორე ტაიმში ნახეთ, ხვიჩა ფლანგზე იყო, ჩადიოდა უკან, იქ იღებდა ბურთს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სამუშაო კარგად შევასრულეთ. ძალიან დადებითად ვაფასებ ამ შეხვედრას. პირველ რიგში გუნდის ხასიათით ვარ კმაყოფილი. მოედანთან დაკავშირებით სირთულეები იყო. ადვილი არ იყო ჩვენი ფეხბურთის ჩვენება. თამაშამდე ბიჭებმა ვიცოდით, რომ თავარი ბრძოლა იქნებოდა. ჯერა რომ ამ კომპონენტში მოვიგეთ და გავიმარჯვეთ. დღეს გუნდმა მოიგო და არა მუდრიკმა კვარაცხელიას წინააღმდეგ. თავდამსხმელისთვის გოლები ძალიან მნიშვნელოვანია. მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე, რაც ვიცი. ქართველები მოედნის საფარით უკმაყოფილოები იყვნენ, მაგრამ ასევე ჩვენც. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც კარგი ხარისხის მოედანზე კარგად თამაშობენ, თუმცა ყველაფერს მოედანს ვერ დავაბრალებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვისაც ფეხბურთი უთამაშია, იცის რას ნიშნავს კარგი და ცუდი მოედანი, მაგრამ გარემოებები ყველასთვის ერთნაირი იყო. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების პირველი მარცხის მიუხედავად, ჩვენი ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს მაინც ინარჩუნებს. ჩვენი ბიჭები მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს თბილისში ალბანეთის წინააღმდეგ გამართავენ. წარმატებები ვუსურვოთ საქართველოს ამ დაპირისპირებაში. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.